იაგო ხვიჩია გირჩის ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. იაგოს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მინდა რომ დავიწყოთ საკადრო ცვლილებებზე საუბრით, იმიტომ რომ ბევრი ამბობს რომ შეიძლება ეს პრემიერის ასე ვთქვათ წასვლის წინაპირობა იყოს, ან ვიდრე ამ ცვლილებებამდე საუბრობდნენ, რომ რაღაცნაირად კობახიძის ფინიშის ეტაპია. თქვენ ცნობთ თუ არა ამას და ეს საკადრო ცვლილებები რა ტიპის ტენდენციაზე გიტოვებს შტაბ-ჭრილებას? არის მაშინ გამოდის რომ დინარაძეს ეკავა კობახიძის თანამდებობა, ასეთი ხო არ არის ქართული ოცნების შიდა კონსტრუქცია, ჩვენ ხო ყველას გვესმის. მე არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ვცდილობ დავიჯერო ის რაც გითხრეს და ფიქრობ რომ რაღაცა ამაში თავისი სიმართლის ნატამალი არის, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად აკლდა პოლიტიკოსები, განსაკუთრებით რაც დებატები წამოიწყეს მის მერე, უბრალოდ თქვენ ხედავდით, რომ კობახიძე იმდენ ადგილას იყო უკვე მისული, რომ ძალიან უხერხული იყო პრემიერ-მინისტრისთვისაც კი. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ჩანაფიქრი ბატონი მამუკა დინარაძის აქტიურ პოლიტიკაში იმ გაგებით, რომ დებატებში მიიღოს მონაწილეობა, იყოს სპიკერი პარტიის, ეს ყოფილიყო მიზანი. თუმცა ალბათ გავა რაღაცა დრო ერთ თვეში. დეფიციტი ქონდა სპიკერის დეფიციტი ქონდა, ეს ფაქტია. ხო, იმიტომ რომ ყველგან კობახიძე იყო. ყველგან კობახიძე იყო და დანარჩენები, ვინც კობახიძეს გარდა სხვებიც იყვნენ, დიდად ჩამორჩებოდა კობახიძის დონეს, ხო, კობახიძის დონეს, დიდად. დინარაძე ამ ხრივ რიტორიკაში. დინარაძე გამოცდილი ადამიანია ამ გაგებით და მე სხვათა შორის არ მწყენს ეს ცვლილება, პირიქით რაღაცნაირად. ვერას გმატებთ ეს ცვლილება? იმას ვმატებს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელსაც აქვს პოლიტიკური და არ არის, როგორ გითხრათ, აი გუშინ გამოჩენილი სპიკერი ქართული ოცნების, როგორცაც ბევრს ხვდებით და რომელსაც არაფერ სიტყვაზე პასუხი არ მოეთხოვებათ, შეიძლება მოგაყენოს შეურაცხყოფა, ან რაღაცა აბსურდი თქვას, მაგრამ იცი რომ არაფერს არ წარმოადგენს და არავინ არ არის. და მის წონას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. ჩვენ ხედავდით, რომ სავსე იყო ასეთი სპიკერებით ქართული ოცნების დებატები ბოლო პერიოდში. და დინარაძის გამოჩენა თუ ეს არის მოტივი, რა თქმა უნდა, ამ საკადრო ცვლილების, ამ თვალსაზრისით ქართული ოცნების მოდებატეთა გუნდს გააძლიერებს. თუმცა ამის იქით, ხა, როდესაც სუსის ხელმძღვანელი და ხელმძღვანელობიდან მიდიხარ და გადადიხარ პოლიტიკური დებატების სფეროში, შეიძლება სხვა მოტივიც არსებობდეს და რომლის შესახებაც მე ინფორმაცია არ მქონდეს და ის რომ ასუსტებენ ამითი ირაკლი კობახიძეს და სანამ დინარაძე იქ იყო, ბიძინა ივანიშვილი ძრას ვერ უზამდა, მე ამ ვერსიის ნაკლებად ჯერა. კი ბატონო. იაგო, მე მომისმენია თქვენი განმარტებისთვის და სხვათა შორის თქვენ გუნდშიც სხვადასხვაობა ამ ხრივ აზრის, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ იქნება, მას ეს განცდა და მოლოდინი არ აქვს. თქვენ იყავით ის ვთქვათ, იმ პოზიციის მომხრე, რომ არჩევნები იქნება და ამისთვის მაგალითად ერთ-ერთი ვთქვათ, საკვანძო იყო თქვენთვის ოპოზიციური ალიანსის შექმნა, რომ ეს იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნები იქნება. ახლა მიმდინარე პროცესების ფონზე არჩევნებზე გკითხავთ, ჯერ ისევ ფიქრობთ, რომ აი რაღაცნაირად საარჩევნო წელში ვართ? ჩემთვის რა თქვენ ჩამოთვალეთ ის არგუმენტი იყო მხოლოდ მეორე, როცა ვთქვი რომ არჩევნები შეიძლება იყოს თქო. პირველი რა იყო? პირველი იყო რომ ხოცებს აწყობთ. და ეს ის პერიოდია, როდესაც პატრიარქი ცოცხალი, ანუ ამ გაგებითაც დესტაბილიზაცია ნაკლებად არის. ორბანი მოგებას აპირებს უნგრეთში და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ხა ეს ფაქტორები რამდენ გავლენას მოახდენს, მაგრამ ის რომ ქართულ ოცნებას აწყობს არჩევნები ასეთ პირობებში არ შეცვლა და მეორე თქვენ ხო გესმით რომ ასეთ ტიტანიკს როცა აკეთებ, სადაც ავიცი ჩერგო და გვარამია ყავს ნაცების ლიდერად და ფიქრობ რომ 3 წელიწად ნახევარი ესენი ფუნქციონირებენ, ისინი ოპოზიციურ ნიშას დაიკავებენ და მე რაღაცას წარმატებას მიაღწევ. რატომ არიან ნაცებს თავისი ლიდერები ჰყავთ ამ ალიანსში მათ შორის? არა. ახლა ეგ ხო არასერიოზულია, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ გვარამია ნაცების ლიდერი არ არის და ჩერგო სხვა ვინმეა და ასე შემდეგ. ეს ყველასთვის გასაგები. მე ვიძახე ამორჩევლის თვალსაზრისით, თორე ახლა მიშა რო არ მოგწონს, ან მიშას რო ღალატობ, ეს იმას კი არ გაგცევს მოღალატე ნაცად, მაგრამ ნაცი კი არსად არ გადის აქედან. შესაბამისად, აი ნახეთ, რაც მე ვთქვი, მისმე ერთ თვეც არ გასულა და ერთმანეთს ხოცავენ. აგერ მიშა გამოდის და მთელი ამბავია მოწყობილი. თქვენ წარმოგიდგენიათ კონკრეტულ საკითხებზე ქონდათ უთანხმოება და განცხადებებით გამოეხმაურდნენ ერთმანეთს. ეს რა ტიპის ინდიკატორია თქვენთვის? არა რა კონკრეტულ საკითხზე, კაცო, ვინ უნდა იყოს ბელადი, ამაზეა დავა და მე მგონი ყველასთვის ხადია, რომ ნაცების ბელადი ყოველთვის იყო მიშა. და უცბად რაღაცა ხელოვნურმა ოპოზიციამ, რომელიც ხოცები აფინანსებენ
და თქვენიც ნუ 20 მილიონის ამბავი გვარამიას 40 მილიონის ამბავი პირველად ხარ გაგიგიათ აგერ მიშამაც 40 მითიური თანხაო გვარამიამ თქვა ჩა 10 ხო თქვა 10 ხო დაადასტურა ხო და აი წარმოიდგინეთ რომ 10 მილიონის შონა ამ ქვეყანაში ბიზნეს გარეშე რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი თუ თავარი პარტნიორი იხდის და რომელსაც ახლა მიშა აძახებს. ეს ხო არასერიოზულია უბრალოდ რომ ჩვენ ეს ჩავთვალოთ და სწორედ მე მინდა მიშას განცხადებასაც გამოვეხმაურო რომ ძლივს მე მგონი აზრზე მოდის სააკაშვილი. ციხე ძალიან მოუხდა მის შემოქმედებას აშკარად, იმიტომ რომ ჩვენ აქამდე მიშამ რაც თქვა გუშინ რამდენი ხანია მე მაგას ვიძახდი. მაგის გამო ვარ დაბლოკილი ტელევიზიებიდან, მაგის გამო მეძახდნენ ხოცს და ათასუბედურობას და გუშინ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და თქვა ერთი იგივე. ცხადია რომ იქ რაღაც ნაწილები თავის გემოზე დაალაგა, მაგრამ ფაქტებთან დაკავშირებით რომ 2016 წელს პირველად მოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა ხალხი. ვინ მოისყიდა 2016 წელს თქვენ ჩემზე კარგად იცით. 2018-ში ისა რა ქვია ბაქრაძის კონკურენციაში ანუ ბაქრაძე მოისყიდა ანუ და იმის მეგობრები ვინც მაშინ მის პარტიაში იყვნენ ესეც ჩემზე კარგად იცით რომ მეტად იგივე ხალხია. ეს შტაბეჭდილება და რა შტაბეჭდილება დაბეჭდილება ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა ის რომ ახლა ბოლომდე სახელს დაგვარებს არ ამბობს ეს მოდი ვაცალოთ ახლა იწყებს კაცი. მე თქვა რომ 2000 იმაში გილაურის ამბავი რაც 2024-ში მოხდა და ასევე ძალიან საინტერესო რაც თქვა რომ ეს კოალიციონობა და მაიმუნობა უნდა მორჩეთო. კოალიციური მთავრობაზე თქვა რომ ეს ამ ყველაფერს ხო ჩვენ სუამბობდით. ანუ სუამბობდით იმას რომ აი ეს რაღაცა მიშას ლილიპუტები არაფერ შუაში არ არიან. მიხეილ სააკაშვილზე ნდობა რომ ის არ იქნება ერთპიროვნული მმართველი, არ უნდა ერთპიროვნული მმართველობა, ნდობა არ შეიძლება სასაცილოა. და მოდი მივიღოთ ფაქტი რომ ნაცმოძრაობის ერთპიროვნული მმართველი არის მიხეილ სააკაშვილი, იქ არიან ვიღაც მოღალატეები, რომლებიც პერმანენტულად ღალატობენ და ურიგდებიან მიშას. მიშაც ლოიალურია ამ მოღალატეების მიმართ, იმიტომ ამბობს რომ კაიო მორჩითო ერთხელ და სამუდამოდ ამ ბიზნესგან პატარ-პატარა ფულების აღებასო, ვითომ პატარ-პატარა კომპრომისების სანაცვლოთო. მოდიო ახლა მართლა დავიწყოთ ბრძოლაო. ის ხوارეუბნება გვარამიას რომ მე შენ ვერ გაპატიებ რომ შენ მიღალატე. ან ხوارეუბნება ბოკერიას რომ მე შენ ვერ გაპატიებ რომ მიღალატე. არა. ამაში ჩემი აზრით რაღაცნაირად, მაგრამ ეს მისი სამუშაო ტაქტიკა არის. მაგრამ თავარი რასაც გულწრფელად ამბობს არის ის, რომ არანაირი კოალიციური მმართველობა, არანაირი მაიმუნობა. მე ვარ ერთადერთი. და მოდით ახლა შემომიერთდით, ვისაც გინდათ. რაც პრინციპში სწორია, აქამდე უნდა ექნა ეს. მაგრამ ამას ხო ჩვენ ამაში ეთანხმებით, იაგო, პატარა შედარებით, ასე ვთქვათ, პარტიების ყოველთვის უნდა კონდეს გათვლა, რომ ბევრი ასეთის გამარჯვების შემთხვევაში შეიქმნება კოალიცია. ამ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია: ხოცები, ნაცები და გირჩები. და მიხეილ სააკაშვილს უწევს პასუხისმგებლობა ახლა იმაზე, რომ თავის დროზე არ აღიარა ეს. 2024 წლის წინ არჩევნებიც ხო ამას ვეუბნებოდით. მიშა, შენს ხმებზე ნადირობენ. გვარამია შენ ხმებს იპარავს, ვიღაცა შენ ხმებს იპარავს. მაშინ რომ ამას შეეგუა იმის შიშით რომ თუ იმის მოლოდინით რომ გამომიშვებენ. ეხლა ამ ხალხთან ერთად ვთვლად ალიანსში, ანუ რა სტატუსები და ამ პარტიის მდებარეობა ეხლა სად არის განსხვავებული. არა, მე ვფიქრობ, რომ მიშამ დაიწყო მიხვედრა იმისი რომ ეს არანაირი მისი ალიანსი არ არის. ეს არის მოღალატეების ალიანსი, ანუ ხალხი რომელმაც მიშას უღალატა დაბმულია ამ მოღალატეების ალიანსში, რომელიც ფინანსდება ქართული ოცნების ფულით. ამ ხალხის ალიანსია. ამ ხალხში თავიდან შევიდა მიშა იმ გაგებით, რომ მაინც ჩემი იქნება, სადაც მე ვიქნები ის ალიანსიო. მაგრამ იქ დაუპირისპირდნენ ჩერგო, გვარამია ვიღაცეები და მიშას ხმის ამოღების უფლება არ მიცეს. ახლა მიშაზე არჩევანი ბოლომდე მოვა აზრზე და იტყვის თუ არა, რომ ის კი რა დღესაც თქვა, რომ იცი მე არსად არ გავდივარ ალიანსიდანო. რომ პირიქით თქვას, რომ არანაირი ალიანსი არ არსებობს. ეს ყველა ესენი არიან ქოცებისგან დაფინანსებული სატელიტები, რომელიც ჩემ ხმაზე, აი, გახარიას кейსი ხო გახსოვთ, გახარია რომ წავიდე და ბიძინამ რომ მოღალატედ გამოაცხადა ერთ თვეში წასვლიდან. უშვერი სიტყვებით, ყველაფერი თქვენს გახარიაზე ქართულ ოცნებაში. ხო იმუშავა ამ ტაქტიკამ და ხო არ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქართული ოცნება შეცდა ბიძინა ივანიშვილს შეცდომა დაუშვა. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა, რომ მისი ხმები არ გაატანა მის იმაში გუნდში დაბუდებულ მოღალატეს. მიხეილ სააკაშვილმა იმის გამო რომ შეიძლება ციხეში იყო, მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცი, მინდა სხვა მიზეზების გამო 2024 წელს შვიდად უყურა ღალატის პროცესს. და ტაშს უკრავდა ფაქტ 4-5-95 და 4-5-95 იყო მის წინააღმდეგ. შეიძლება, იმიტომ რომ მე ესე მჯერა რომ შეპირდნენ რომ გამოგიშვებთ მიშა ოღონდ ახლა გვაჩუქეს არჩევნებიო, მაგრამ სულად გაუგებარი იყო ეს. და აი აქაც მიშა მაგალითად რაში ცდება, რომ არ არის ბოლომდე გულწრფელი. ამბობ გილაურს და გულისხმობ გვარამიას, მაგრამ შენც ხომ მკითხე ვინ იგულისხმაო?
და ამას არ შეჭირდება ვინ იგულისხმა. როცა ბიძინა გახარიას გაემიჯნა. მაგრამ მე მგაწერა რომ არავისგან თეთრი მარტო არ ამიღიაო და არც დამიხარჯავსო და საერთოდ ყველა გადაწყვეტილება იყო საერთოო. ხო, მეგობრებთან ერთადო. მაგრამ საერთო რა შენ და შენი დაქირავებული თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება როგორ შეიძლება ჩაითვალოს საერთო პოლიტიკური სპექტრის გადაწყვეტილებად. ეგ არის შენი და შენი დაქირავებული თანამშრომლების გადაწყვეტილება და ახლა მე მგონი დაქირავებული იყო კოალიციის ყველა სუბიექტი ასე რა თქმა უნდა ერთი თქვა გვარამიამ სიაჩახსენეთ და რიგში ჩადგნენ ხო დაინახეთ. და წელიწადში ყველას გადაწყვეტილება იქნებოდა. არა, არანაირი ყველას გადაწყვეტილება ეს ისიც არ იყო კი წამოვიდა იმ კოალიციიდან, მაგალითად ჩელე და ცოტნე. არა, ნუ იმისი როგორ არ იყო ის რა გაემიჯნა და სადმე თქვა რომ მე იცი რა ისა რა ქვია არ გამოვალ პარლამენტიდანო ან რაღაცა ცადა შიგნით რა იყო ეს ხო ამბავია. მე ვიცი გარე საუბრები, საჯარო საუბრები. არა, თქვენ რომ უბრალოდ ეს მათით მოიპოვეს ეს მანდატი, ამიტომ დაყვნენ ამას და შემდეგ დროის შემდეგ დატოვეს. ხო, მაგრამ ანუ მე ვიცი ამ პროცესის გადააზრება, სადაც მე დაიწყე, სადაც მე იქნებოდა აი როგორ გითხრათ ლიდერი იმ საქმეში რომ ხილებას წინ სათავეში ჩაუდგებოდა. რა ჩაიდინა 4-5-9-25-ის კოალიციამ წინ არჩევნებზე? რა არის ეს ალიანსი ახლა? აი მიშა რო პირველ ნაბიჯებს ახლა იწყებს და აი რამდენიმე ქალები გამოადგა როგორც ჩანს მე დავინახე კომენტარები ნაციონალ მოძრაობის ქალბატონების, სადაც ისინი ფაქტობრივად მიშას გვერდში დაუდგნენ და იბრძვიან ალიანსის წინააღმდეგ, მაგრამ ანი წითლიძემ დაწერა რომ ფიქრობ რომ არ უნდა ვიყოთ აქო ერთი ასეთ კომენტარი. კიდე კომენტი არ ვიცი. თუ ახლა არ მინდა ვინმე გამომჩნდეს, მაგრამ ანუ როგორ შეიძლება ასე დროს ეს მისცემს სააკაშვილს აქედან გამოსვლა. ის ხალხი ხომ მაინც იქნება, ის პარტიები ხომ მაინც იქნებიან. სააკაშვილა ჩამოყალიბდა. 4 ნომერმა საერთოდ გადაასრულა ნომერს არჩევნებში. არანაირი პარტია არ იქნება. არანაირი პარტია არ იქნება მიხეილ სააკაშვილმა აღებინა ხო გვარამიას. მიხეილ სააკაშვილმა მიცა ლეგიტიმაცია. როცა მე ვამბობდი, რომ ესენი არიან ქოცებთან შეთანხმებული კოალიცია, ახლა რო თვითონ ყვირის მიშა სააკაშვილი. აი მაგას მე რო ვამბობდი, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ლეგიტიმაცია მიცა გვარამიას. მე კი არ მომცა ლეგიტიმაცია, რომ მართალია ესო დაუჯერეთო. არამედ მე დავიბლოკე. თქვენ ლეგიტიმაცია მათი ეს თქვა კრიტიკის ხარჯზე გინდოდა თქვენი სათქმელით არა მაინც ნუ გადავხტებით თემებიდან. მე ლეგიტიმაცია მარტო ჩემი მტერი კი არ იყო გვარამია. გვარამია იყო პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის თავარი მძარცველი. სააკაშვილის ადვოკატი ხომ არიყავით პოლიტიკურ ველზე? რა შოშე სააკაშვილის მე მინდოდა პოლიტიკურ ველში სიცხადე. რომ ნაცები, ქოცები და გირჩები, რაც იყვნენ, ეგ ყოფილიყო პოლიტიკური. და 4 ნომერი არანაირი 4 ნომერი არ არსებობდა. აფუჭებდა ამ სიცხადეს აბუნდობდა რომ ქოცების დანამატები, რომლებიც ქოცებიდან ფინანსდებოდნენ, ქოცებისგან ფინანსდებიან დღემდე, არ შეიძლება იყვნენ ქოცების ალტერნატივა. არ შეიძლება იყვნენ სხვა პარტიები და მიხეილ სააკაშვილმა იმის გამო რომ ჩემი დაკვირვებით რომ მას შეპირდნენ რომ ციხიდან გამოუშვენენ, მე გადააგდეს უბრალოდ და ახლა კიდე კარგია თუ მიხვდება რომ გადაგდებულია ბოლომდე, სანამ ბოლომდე არ ჩარეცხავს აი იმ ტიტანიკს, რომელსაც ქართული ოცნება ისევ მის წინააღმდეგ ამზადებს. გესმით? ხო და მე ბოლო პერიოდის ამ განცდამ გამიჩინა ამ რაღაცამ გამიჩინა განცდა რომ მიხეილ სააკაშვილმა გვიან, მაგრამ აზრზე მოსვლა დაიწყო. და ფიქრობ და ვურჩევდი იმას რომ ერთი მართლა ის კი არა რაღაცა რასაც მარტო წერს თვითონ და ბოლომდე რო არ ამთავრებს და ასე შემდეგ. სინანული არის მნიშვნელოვანი. სინანული იაგოსთვის დაგვეჯერებინაო. მიხეილ სააკაშვილმა არა თქვას კი რა უნდა იფიქროს ჯერ სანამ იტყვის. გესმით? იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. მე ხო ვიძახდი. თქვენ ხო გესმით რომ მე მარტო ვიყავი რომელიც ამას იძახდა. რომელიც იძახდა რომ ესენი ყველანი მოსყიდულები არიან. რომ 40 მილიონი არის ბიზნეს ფული. რომ მიშას ხმებზე ჩალიჩობენ და ქოცებს არ ებრძვიან. რომ მედია სივრცე გადაკეტილი არის ქოცების ბრძანებით. ეს ხო ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა ხა მეტი რაღა უნდა დაგემართოს ამას რო ვერ მიხვდე. ხო და ახლა არის დრო ამისი რომ შემდეგი არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია. მე არ ვიცი როდის იქნება მზადება. მაგრამ განცდა ტიტანიკის არსებობის შემთხვევაში. არა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ჩერგო და გვარამიას კოალიციაში, რაც არ უნდა დეგენერატების ერთობლიობა იყოს, გაძლოს 3 წელიწადი. უბრალოდ შეუძლებელი მგონიას, როგორც აი ახლა უკვე დაიწყო. ახლო მიზნებისთვის შექმნილი. პირიქით მე მგონია რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები აუჯანყდებიან საკუთარ ლიდერებს, რომლებიც ამ კოალიციის მიმართ ნელთბილ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. შეიძლება ლიდერები მოსყიდულია და ვერ ხვდებიან ფიზიკურად, არ იხვედრებენ იმას თუ რა ხდება მათ თავს, მაგრამ ნაცმოძრაობის გულწრფელი გულშემატკივარი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს, რომელიც ხედავს როგორ იქცეოდნენ მათი ლიდერები, როგორ მარტო დარჩა მათი ციხეში მყოფი ბელადი, რომელიც იქიდან იბრძვის, მაგრამ ამყოლი გარედან არ ყავს. იმიტომ რომ ამყოლი გადაბირებულია და მარტო მიშა და რამდენიმე ქალი პოლიტიკოსი იბრძვის გასატანად სიმართლეს. იაგო, კიდევ დავაზუსტებ კითხვას მაყურებლისთვის, თქვენ რას იგებთ ამ პროცესით? მე რას ვიგებ? თქვენ ადგილს კვეთ უფრო მეტად? არა, მე იმას ვიგებ, რომ მე რამაც ხელი შემიშალა წინა არჩევნებზე, ხალხი რომ მოატყუეს,
ანუ მაგის მიხედვას რა უნდა რომ ხალხი მოატყუეს ახლა მაინც 4-5-9-25 ხოცებს ვამხობთ რაღაცაო და უცბად ხოცები აღმოჩნდა 100%-ით პარლამენტში. ანუ აი ამ ილეთის შედეგად ეს მარტო 4-5-9-25 არჩევნებამდე კი არ იყო კონტრაქტი. კონტრაქტი იყო ადგილების პარლამენტში ოპოზიციური ადგილების გათავისუფლებამდე. წელიწადში 25 მილიონი ლარი. საშუალოდ, რომელიც აი ამ ბოიკოტის და პარლამენტის უარყოფის შედეგად ზიანი მიიღო ოპოზიციამ. ეს ხო ნიშნავს ოპოზიციური ინფრასტრუქტურის ბოლომდე განადგურებას, კოორდინატების ქსელი და რაღაცები რა თქმა უნდა ადგილობრივი იმის ბოლომდე განადგურებას. გვარამიას ხელით განადგურდა ნაციონალური მოძრაობა, განადგურდა მისი ყველა უჯრედი. ხალხს არ მიაღებიეს მონაწილეობა საკრებულოებში. გვარამიას მაშინ. ხო, არა, ყოჩაკ როგორც ბიზნეს თანამშრომელს. მაგრამ მოდი ახლა დავუბრუნდეთ. როგორც არა, მაიცა მე ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა თუ აიღო და ჟურნალისტებს რო ჭკუას ასწავლის გვარამია, ხო იყო რამდენიმე დღის წინ აქ? მე ჭკუას რატო ასწავლის ახლა? აი ასწავლიდა რომ თავიდან ნახეთ და მიხვდებით რომ ასწავლიდა. და მაგრამ აი ამ დროს ამ ჭკუის ეტაპად შეიძლება, მაგრამ იცოდეთ რომ ამ ხუმრობას, ამ ჭკუის სწავლებას აკეთებს ადამიანი, რომელსაც დაანგრია ოპოზიციური ინფრასტრუქტურა. გესმით? და ახლა ანგრევს თქვენ და გვარამიას შეხვედრა ეთერში. არა, გვარამია ჩემთან არ მოვა ეთერში. მანამდე სათქმელი აქვს ფული საიდან? ამ ქვეყანაში ფული საიდან? 40 მილიონი საიდან? აქვს ნათქვამი, რამდენი 10? არა, 10 ხოთვე საიდან? კითხვა ეს ამ ქვეყანაში ჩვენ ხო ცხოვრობთ. თქვენ ხო იცით ამ ქვეყანაში როგორ არის დაბლოკილი პოლიტიკური ფული? მე რო 1/11 თეთრი გამიჩნდეს, რომელსაც ვერ დავასაბუთებ, ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ხო და 40 მილიონი დახარჯა იმ კაცმა. ხო და აი სანამ ამაში არ 10 იყოს რა მნიშვნელობა? დეკლარირებული 30. არა, მიშამ 10 მილიონი დოლარიო თქვა. კი ბატონო. მაგრამ ესეც ხო ვიცით საიდან მოდის ეს ციფრი, რომელ ლაპარაკზე ითქვა, სად ითქვა და ჩვენ სანამ ამას, აი სანამ გვარამი აქ ოპოზიციონერით იჯდება, სანამ თქვენი ჟურნალისტები და სხვა ჟურნალისტები მისგან ჭკუის სწავლებას მოისმენენ, მანამდე აუცილებელია რომ ის გაიპრესოს, მას წარედგინოს ბრალდება, თქვენ და წარუდგინოთ ბრალდება თქვენ. ისევ როგორც თუ მომიწყობთ დებატებს. თქვენს გაქვთ ტელევიზია სხვა. თქვენ არა, ჩემთან არ მოვა გვარამია. შანსი არ არის ჩემთან გვარამია მოვიდეს თავისი 40 მილიონის გასაჩევად. არავისთვის წარმიდგენია ბრალდება, არა, ბრალდება მხოლოდ მაჩვენებს გვარამიას. არა, მაიცა უნდა წარუდგინოთ. მე იმას ვიცახი რომ ან მე უნდა მომცეთ საშუალება რომ წარუდგინო ბრალდება, როგორც თავის დროზე ნიკანელიას წარუდგინე ბრალდება. სააკაშვილს დაელოდეთ მაშინ. ხო და არა, სააკაშვილმა კარგი პროცესი დაიწყო. ბრალდებების წარდგენის და თუ ამას სააკაშვილი უფრო მამაღლა იტყვის, მაშინ ვერც ერთი მედია, რომელიც დღეს გვარამიას და მის მეგობრებს მიიჩნევს ოპოზიციონერად, ვერ დაიგნორირებს იმას, რომ გვარამი არის არა ოპოზიციონერი, არამედ ოპოზიციის დამანგრეველი ადამიანი. მადლობა იაგო ხვიჩია იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ